და აი ამოვიდა მზე და დადგა ის დღე, როდესაც 4 მონსტრი უნდა შევადარო ერთმანეთს. Google Pixel 10 Pro XL-ი, Xiaomi 17 Ultra, Samsung Galaxy S26 Ultra და iPhone 17 Pro Max-ი. ამ შედარებას გამარჯვებულიც ეყოლება, რადგან თითოეულ საკითხში ამ smartphone-ებს ქულები დაეწერებათ. პირველ ადგილზე გასულს 3, მეორე ადგილზე 2, მესამე ადგილზე 1 და მეოთხე ადგილზე 0 ქულა. ანუ დღეს ვეცდებით ჩემს გამოყენებაში საუკეთესო გამოვავლინო. სანამ დავიწყებ, მინდა რომ თქვენი ფავორიტი smartphone დამიწეროთ კომენტარებში და რატომ არის თქვენი ფავორიტი, ეგეც მიაწეროთ. მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ახლა დიზაინით დავიწყო. ხო, მანამდეც მithქვამს და არაფერი შეცვლილა. სილამაზე ჩემთვის Pixel-ია პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე Xiaomi, მესამეზე Samsung-ია, მეოთხეზე შესაბამისად iPhone-ი. მაგრამ სილამაზე კომფორტულობას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი smartphone-ია წელს, პრაქტიკაში არც თუ ისე სასიამოვნოა მისი გამოყენება. მთავარი პრობლემა არის კამერის აი ამ უდიდეს ლინზაში. ხელში ჭერისას არაა კომფორტული, მოკლედ რომ გითხრათ. უკან თითებისთვის ადგილი არ მაქვს. მით უმეტეს მაშინ, როცა კლავიატურას ვიყენებ, თანაც მთავარი და ultra-wide კამერები ქვემოთაა, როგორც ხედავთ. და თითებთან ახლოსაა. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში საჩვენებელი თითი თუფარავ ლინზას, ასევე ამის გამო ხშირადაა გასაწმენდიც. ამასთანავე, სიმძიმის ცენტრი მაღლა ამ ლინზების გამო. შესაბამისად, პატარა მოძრაობაზეც კი უკან მიდის smartphone-ი, რაც არაა სასიამოვნო მომენტი, მიეჩვევი ადამიანი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში. XL-ი ჩემთვის არის სრულყოფილი დიზაინის მქონე smartphone-ი, უკან სივრცე აქვს თითებისთვის, საჩვენებელი თითი კარგად თავსდება ლინზაზე და ზოგადად კარგად ჯდება ხელში smartphone-ი. მეორე ადგილზე iPhone-ია Pixel-ისგან იმ განსხვავებით, რომ კამერის ჭრილზე ვერ ვათავსებ მე პირადად კომფორტულად თითს. მესამეზე Samsung-ია, ბევრად უფრო ერგონომიული გახდა ეს smartphone-ი წინა მოდელთან შედარებით, მაგრამ მაინც მკვეთრი ფერები აქვს. მოკლედ სილამაზე კარგია, მაგრამ პრაქტიკაში სილამაზე ვერ დაგეხმარება. 3 ქულა Google-ს, 2 ქულა iPhone-ს, 1 ქულა Samsung-ს. აქვე პატარა 1 ქულა უნდა მივცე Xiaomi-ს, რადგან AM4-დან ერთადერთი smartphone-ია, რომელსაც ყუთშივე მოყვება ადაპტერი, кейსი და ეკრანზე გადაკრული ფირი. დიდი პატივისცემა და 1 ქულა ბატონ Xiaomi-ს. ოკეი, ეკრანები. ეკრანზე ცოტა განსხვავებას ვხვდებით. ყველა smartphone-ს აქვს 120 Hz-ი, ყველა LTPO პანელია და 1.1-მდე არეგულირებს განახლების სიხშირეს. პიკური კაშკაშაც მშვენიერი აქვს მზის შუქის დასაძლევად, ზომას თითქმის ერთი და იგივე აქვს. მოკლედ, რთულია რომელიმე გამოარჩიო, მაგრამ სიახლის შემოტანისთვის Samsung-ი და მისი privacy display უნდა გამოიკვეთოს, მიუხედავად იმისა, რომ ბნელდება აშკარად ეკრანი ამ ფუნქციის გამოყენებისას და თან გვერდიდან ზოგადადაც იცვლის ფერს. მაგრამ ინოვაციაზე თვალს ვერ დავფუჭავ. მეორე ადგილზე iPhone-ს გავიყვან, რადგან ფერები მომწონს მე პირადად ამ smartphone-ის ეკრანზე. ბოლო ადგილზე Xiaomi-ია ჩემთვის, რადგან თავიდან როდესაც პირველად ჩავრთე ეკრანი, უფერული მომეჩვენა იმ დონეზე, რომ პარამეტრებში შევედი გასასწორებლად. ფერები შევცვალე და უფრო ცოცხალი გახდა ეს smartphone-იც, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ვერაფერი შეუმჩნიე ამ ეკრანს სამწუხაროდ. მე თუ რა დაძაბული სიტუაცია. ხშირად მithქვამს, რომ ოპერაციული სისტემები უფრო გემოვნების ამბავია, გააჩნია ვინ რომელს იყენებს და ვის რა მოსწონს. ვიცნობ ყველა აქ მოცემული smartphone-ის ფანს და ვიცი რამდენად არ გაიხედებიან სხვა smartphone-ისკენ, თუმცა ჩემთვის პირადად iOS-ი და Pixel-ის Android-ი არიან ყველასგან გამორჩეულები. iOS-ს პირადად ვიყენებ და მომწონს ის დეტალები, რაზეც არელი რომ ყურადღება უნდა გქონდეთ გამოხდებული Apple-ში, მაგრამ აქვთ. ანიმაციები ძალიან მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ ამ თხევადი შუშის დიზაინი ბევრს არ მოსწონს, მე ფანი ვარ ნამდვილად. Pixel-ის Android-ი ასევე ძალიან ახლოსაა ჩემთვის iOS-თან, აქაც არის დეტალებზე გამოხდებული ყურადღება. ანიმაციებიც მშვენიერი და შესაძლებლობებიც ძალიან ბევრი. Samsung-ის One UI საკმაოდ ლამაზია, სოლიდურობის შეგრძნებას მიტოვებს და ხვდები Samsung-ის ფანებს, რატომ უყვართ ამ smartphone-ის ყოველდღიურობაში გამოყენება. Xiaomi-ს ლამაზი სისტემა მომეწონა გამოყენებისას, მაგრამ რაღაცებში iOS-ის copy-paste-ია, ხო და მეოთხე ადგილზე გავიყვან ისევ და ისევ. აქვე კიდევ ერთხელ ავხსნი, რომ ეს არის უმეტესად სუბიექტური აზრი და გემოვნების საკითხია software-ი და ოპერაციული სისტემა. თქვენ რომელი მოგწონთ, ის არის თქვენი ფავორიტი. ძალიან სუბიექტურად განაწილდა აქვე. აქვე წინა შედარებაში არ მithქვამს ჰაპტიკურ ვიბრაციაზე და რამდენად კარგი ჰაპტიკები აქვს Google-ს. გამოყენებისას ყველაზე სასიამოვნოა დანარჩენ სამთან შედარებით, რაღაცნაირი სივრცული და ზუსტია, თანაც ბევრგანაა ინტეგრირებული software-ში. მოკლედ ერთ ქულას იმსახურებს ჩემგან. ოჩახ Google. ოკეი, ხელოვნური ინტელექტით აშკარა უპირატესობა აქვს Samsung-ს და Google-ს. Samsung-ის ეს ბოლო განახლებები საშუალებას იძლევა მაგალითისთვის მონაწერიდან გამომდინარე ინტელექტი მიხვდეს რა გჭირდება. კალენდარში იმეთის დამატება იქნება ეს თუ ფოტოების მოძებნა. Samsung-ი ასევე საუკეთესოდ შლის მონიშნულ ნაწილებს ფოტოებიდან. Google-ი თავისი Gemini-ით საუკეთესო ასისტენტია, Gemini კი Samsung-ზეც გვხვდება და Xiaomi-ზეც. მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi-საც აქვს თავისი ხელოვნური ინტელექტი. პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ ბოლო ადგილზე დღეის მონაცემებით iPhone-ია ამ საკითხში.
Apple Intelligence ჯერჯერობით იმედებს გვიცრუებს და Siri კომპლექსურ დავალებებს ვერ ართმევს თავს, როცა Gemini-ს აშკარად შეუძლია ბევრი ტასკის ერთად გაკეთება. ახალი ამბების თანახმად Apple Google-თან ითანამშრომლებს და Gemini-s ბაზაზე შეიქმნება უკეთესი Siri ახლო მომავალში. ისე რამდენჯერ გინახავთ Apple მარცხს აღიარებდეს და სხვა ბრენდს მიმართავდეს დასახმარებლად წყალებში. რამდენჯერ გინახავთ? Circle to Search-ი არის ძალიან საჭირო ფუნქცია და ეს აქ სამივე Android-ს აქვს. Siri კიდე აი ამინს გეტყვის თუ კარგ ხასიათზე იქნება რა აი მაგდონეზეა. წარმოდობას რაც შეეხება Xiaomi-s Snapdragon 8 Gen 5 აქვს, ამ წლის ფლაგმანი ჩიპსეტი რა თქმა უნდა. Samsung-ი მაგაზე არ გაჩერდა და მასში Galaxy-ისთვის შექმნილი Snapdragon 8 Gen 5 შევხვდებით. iPhone-s A19 Pro ამუშავებს, ხოლო Google-ი Tensor G5-ზე მუშაობს. ყოველდღიურობაში ამ 4 smartphones შორის ვერანაირად შეამჩნევთ განსხვავებას წარმოდობაში. 4-ე მშვენიერია, მაგრამ Google-ის ხებს ჩამორჩება მძიმე დატვირთვის დროს მაგალითად. ნამდვილად არაა საუკეთესო. ამ მხრივ Samsung-ი და iPhone-ი შესანიშნავ შედეგებს დებენ, ისევე როგორც Xiaomi. აქვე ერთი ქულა Xiaomi-s უნდა მივცე, რადგან საწყისი მეხსიერება 512 GB აქვს ამ smartphones-ს, რაც არის შესანიშნავი და უდიდესი ლაიქი ჩემგან. აი, ბრავო. ელემენტი. წარმოდებას კარგი ელემენტი სჭირდება. აქაც იგივე სიტუაცია. 4-ე smartphone-ი თავისუფლადაა მთელი დღის გამოყენებისთვის მზად, მაგრამ შედარებაში პატარა რაღაცები გადაწონის ხოლმე ყველაფერს. ჩემს გამოყენებაში iPhone-ი უბრალოდ ვერ დავაჯინე. მიუხედავად იმისა, რომ ნომერი ჩავდე და მთელი დღის განმავლობაში სამ smartphones უზიარებდი ინტერნეტს. მეორეზე Samsung-ია, იმაზე მეტად დავტვირთვე, ვიდრე გეგმავდი და შესანიშნავად გაართვა თავი. Xiaomi მთელი დღის 4 კავიდო გადაღებას თავისუფლად გაუძლო, ხოლო Google-ი ჩამორჩება დანარჩენ 3-ს ჯერჯერობით. ჩიპსეტი და ოპტიმიზაცია დიდ გავლენას ახდენს პიქსელის წარმოდობასა და ელემენტზე. აქვე დამატებითი ერთი ქულა Xiaomi-s იმისთვის, რომ ყველაზე დიდი მოცულობის ელემენტი აქვს და სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად 90 ვატით შეუძლია დაიმუხტოს. ეს არის ძალიან მაგარი. მაგრამ ამასობაში სხვა საქმეა გქონდეს დიდი მოცულობის ელემენტი და როგორ იყენებდი ამ დიდი მოცულობის ელემენტს და მე რაც მინახავს ტესტები, ესე გვერდ-იკვერდ. iPhone-ი ძალიან კარგ შედეგებს დებს, ისევე როგორც Samsung-ი და Xiaomi მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოცულობის ელემენტი აქვს, შესაბამისი კარგი შედეგები არ აქვს და თუ დაგჭირდებათ ესეც გაითვალისწინეთ. კამერებში 4-ვე smartphone-ი უბრალოდ მშვენიერია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაჭირებათ ხელში, მაინც მშვენიერ ფოტოებს და ვიდეოებს გადაიღებთ. შესაბამისად რთულია რომელიმე გირჩიოთ ან რომელიმე ესე გამოუკვეთოთ. მონაცემებით აღარ მოგაწყენთ თავს, პირდაპირ გადაღებულ ფოტოებს განხებთ. მოდი. ეს ფოტოები ღამით გადავიღე, სადაც საკმაოდ სიმდიდრე იყო და როგორც ხედავთ, ფოტოები მშვენიერი გამოვიდა, თუმცა თითქმის 4-ვე smartphone-ის ფოტოებში ლინზაში არაკლელი განათებები ჩანს, მით უმეტეს iPhone-ში, რაც თვალში მხვდება, მაგრამ ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ფოტოებიც მშვენიერი გამოვიდა 4-ვეში, მოკლედ მე არ ვიცი ვეძებ რამე და ვუწუნო ჯერჯერობით ამ კამერებს და კონკრეტულად ამ ფოტოებს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. თქვენ თუ იპოვეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. ოკეი, დღისით გადაღებული ფოტოები ასევე შესანიშნავი გამოვიდა, თუმცა ვფიქრობ, აქ უფრო ვხედავთ განსხვავებებს ფერებში. 4-ვე smartphone-ს თავისებური ფერები აქვს აშკარად. Google-ი ყოველთვის თბილ ფერებში იღებს, Samsung-ი შედარებით უფრო ცივ ფერებშია, iPhone-ი ამათ შორისაა, სადღაც შუაში, Xiaomi საკმაოდ ნათელ ფოტოებს იღებს, თითქოს ექსპოზიცია აქვს მომატებული. როგორც წინა შედარებაში, აქაც ბრმა გამოკითხვა ჩავატარე ჩემი Instagram-ის გამომწერებში. ხალხმა ხმა მისცა იმ ფოტოს, რომელიც მოეწონათ, მაგრამ არ იცოდნენ რა smartphone-ით იყო გადაღებული. შედეგები ძალიან საინტერესო იყო. 3 გამოკითხვიდან 3-ვეში პიქსელმა გაიმარჯვა. ხო და მოდი ამ 3-ვე ფოტოს გავყვეთ. როგორც ხედავთ, Google-ს მართლაც თბილი ფერები აქვს და ხმების 44% დაიმსახურა. Xiaomi განათებულია საკმაოდ და ჭრილები კარგად აქვს ამოყვანილი, მაგრამ ხალხს დიდად ეს არ მოეწონა და ყველაზე ნაკლები ხმების 12% მიიღო. Samsung-ი Google-ს გავს, მაგრამ ისეთივე თბილი ფერები მაინც და მაინც არ აქვს და ხმების 20% დაიმსახურა. iPhone-ი კი მე პირადად ყველაზე ნაკლებად მომწონს აქედან, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა გამოკითხვაში და ხმების 24% მიიღო. ყვავილები კარგი საშუალებაა ფერების წარმოსაჩენად, თანაც აქ ერთმა ხმამ გადაწყვიტა გამარჯვებული. Google-ი ამას ძალიან კარგად აკეთებს და პირადად მეც ძალიან მომწონს, ხმების 29% მიიღო პიქსელმა. Xiaomi ისევ და ისევ განათებულია, თითქოს სატურაცია აქვს მომატებული და თან გეგონება Instagram-ის რაღაც ფილტრი ადევს. Xiaomi-მ და iPhone-მა გაინაწილეს მეორე ადგილი და ხმების 26% მიიღეს. Samsung-ი კი ბოლო ადგილზე გავიდა ხმების 18%-ით. აი მესამე გამოკითხვაში smartphone-ების 100x zoom-ის შესაძლებლობა გავტესტე და როგორ დაამუშავებდა კადრს მათი ხელოვნური ინტელექტი. შედეგებით ცოტათი გაოცებული ვიყავი. Google-მა უბრალოდ საოცრად დაამუშავა ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით 4-5 წამით მეტი დრო დაჭირდა ამისთვის. მისი Pro Zoom რეჟიმი აშკარად ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. შესაბამისადაც გამოკითხვაში ხმების 95% მიიღო. Xiaomi-s A120X-ზე შეუძლია მიახლოება. დამუშავებული ფოტო კი ვერ ვიტყვი, რომ
ცუდია, უბრალოდ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ანიმე სტილში დამუშავდა ეს ფოტო. ამ smartphone-მა ერთი ხმა მიიღო, ისევე როგორც iPhone-მა, რომელსაც არც კი აქვს 100x zoom-ი და 40x-ზე შეუძლია მიახლოება. აი, ჩემ და გასაკვირად კი Samsung-მა არ ვიცი საერთოდ დაამუშავა თუ არა გადაღებული ფოტო, ალბათ ამიტომ ვერ მიიღო ვერც ერთი ხმა. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, გამოკითხულებმა არ იცოდნენ, რომელ smartphone-ს აძლევდნენ ხმას. ის ხო აბსოლუტურად ბრმა გამოკითხვა იყო ეს. აქაც ხედავთ, საიდან ვიღებ ფოტოს და რას ვუღებ. Google ისევ საუკეთესოა, თითქოს ოპტიკური ზუმი კონდეს და ისე იღებდეს. Samsung-ი კი აქ ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა შედარებაში. ვიდეო გადაღებაში 4-ვე შესანიშნავი smartphone-ია. პირადად ჩემს გამოყენებაში 4-ვე ძალიან მომეწონა, მაგრამ მოდი ვიდეოების შედარებას თქვენ დაგიტოვებთ. ახლა ვიღებ Pixel-10 Pro XL-ით. ნახეთ ფერები ვიდეოსი, ნახეთ ხმაც, ნახეთ მე როგორ გამოვიყურები და შეაფასეთ. ეს არის Xiaomi 17 Ultra, აქაც იგივენაირად ნახეთ ფერები, ნახეთ ხმაც ამ ვიდეოსი და შეადარეთ Pixel-ს და შემდეგ smartphone-ებსაც. ეს არის Samsung Galaxy S26 Ultra-ს ვიდეო. ზუსტად იგივენაირად ნახეთ ფერები, ნახეთ ხმაც, მე როგორ გამოვიყურები და შეადარეთ სხვა smartphone-ებს. და ეს გახლავთ iPhone 17 Pro Max-ი. აბსოლუტურად იგივენაირად ნახეთ ფერი ვიდეოსი, ნახეთ ხმა, ნახეთ მე როგორ გამოვიყურები, ჩემი სახე როგორ არის წარმოჩენილი და შეადარეთ სხვა smartphone-ებს. ოკეი, მოდი აქ ქულები გამოკითხვის შედეგების მიხედვით გადავანაწილოთ. აი სადღაც აქ ეწერება ჩემს გარშემო leaderboard. კარგი, დღის ბოლოს 4-ვე smartphone-ი ძალიან კარგია. პირადად მე სიამოვნებით ვიყენებდი თითოეულს. თქვენ აუცილებლად გამიზიარეთ ამ 4-დან თქვენი ფავორიტი smartphone-ი. 4-ოს ლინკი აღწერაში იქნება ქვემოთ. თან დაალაიქეთ ვიდეო, აქაც გამოიწერეთ. მე დავითი ვარ და შემდეგ შევხვდებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.